2026 წელი დიდებული ბრძოლებით იხსნება და გარდა გეიჯისა და პედის ბრძოლისა, წინ ბევრი საინტერესო შეხვედრა გველოდება. ერთ-ერთი ესეთი კი არის ოლივეირასა და ჰოლოვეის რიგით მეორე შეხვედრა. დღევანდელ ვიდეოში ვეცდები ჩემებური ანალიზი გავაკეთო ამ ბრძოლის, ვილაპარაკო იმაზე თუ რა მგონია რომ მოხდება, რატომ მგონია რომ ეს მოხდება, ვისი გამარჯვებისკენ უფრო გადახრილი და რა შედეგი შეიძლება დადგეს უშუალოდ ბრძოლის დროს და ბრძოლის მერე. რა თქმა უნდა იცით, მაგრამ მე მაინც შეგახსენებთ რომ ესეთ ბენგერებს ჩვენ ძმასთან და მეგობართან კროკოსთან ერთად უყურებთ. ჩვენი მეგობარი ბრენდი ისევ აქ არის, რომელიც მეხმარება ასეთი ხარისხენი კონტენტის გადაღებაში. მე კი ახლა მოგიყვებით იმ ბრძოლაზე, რომელშიც არც ერთმა მებრძოლმა არ მინდა რომ წააგოს. მაგრამ რომელიღაცას მოუწევს. რა თქმა უნდა, ყველამ თუ არა, უმრავლესობა თქვენთაგან მაიცის, როგორ დასრულდა მათი პირველი ბრძოლა. ხო და ეს ბრძოლა რეალურად რევანში გამოდის. მათი პირველი შეხვედრა ძალიან დიდი ხნის წინ, 2015 წლის აგვისტოში ქვემსუბუქ წონაში იყო. მაშინ ბრძოლა ნაადრევად დასრულდა. ოლივეირამ კისრის და მხრის ტრამვა მიიღო პირველსავე რაუნდში და ჰოლოვეიმ მოიგო. ახლა აგერ 10 წელი გავიდა უკვე და ისინი მეორედ ხვდებიან ერთმანეთს, ოღონდ ამჯერად მსუბუქ წონაში. და კარიერის სრულიად განსხვავებულ ეტაპზე. მოდი თავიდან ძალიან უცებ გადავხედოთ მონაცემებს. მაქს ჰოლოვეი 34 წლის 1.80 სიმაღლეში, 175 სანტიმეტრი წვდომში. რაც შეეხება ჩარლზ ოლივეირას, იგი 36 არის, 1.78 სიმაღლეში, ხოლო 188 სანტიმეტრი აქვს წვდომში. შესაბამისად, ვერ ვიტყვით რომ რაღაცა დიდი და გასაოცარი და გადამწყვეტი, მაგრამ მაინც აქვს უპირატესობა წვდომში. მაშინ ჩარლზის აბსოლუტურად სხვა ერა იყო, ახლა კი აბსოლუტურად განსხვავებული ოლივეირა ჩვენ წინ. მაქს ჰოლოვეის რაც შეეხება, ვერ ვიტყვი რომ ყველაზე მაგარია, მით უმეტეს იმ სივრცეში, სადაც ილია თოფური არსებობს. მაგრამ ის პერფორმანსი, რაც გვანახა ბოლოს თუნდაც მაგალითად ჯასტინ გეიჯისთან, სცილდება ჩვეულებრივი მსუბუქი წონის მებრძოლის დონეს. ეს ბრძოლა სხვათა შორის ძალიან მაინტრიგებს. მაქსი ოქტაგონზე ბრუნდება დასტინ პორიესთან დომინანტური გამარჯვების შემდეგ, თუმცა ვფიქრობ რომ იმ ბრძოლაში თითქოს თავს ზოგავდა. არ ვიცი, მე ასეთი შეგრძნება დამრჩა. აი თუნდაც ნახეთ პირველი რაუნდი. ჰოლოვეიმ პორიე თითქოს დააზიანა, მაგრამ მერე შანსი მისცა მოსაბრუნებლად. თუმცა დარწმუნებული ვარ რომ ჩარლზთან თავს საერთოდ არ დაზოგავს, რადგან ძალიან კარგად იცის რა საფრთხეს წარმოადგენს ოლივეირა. ბრაზილიელმა ბოლო ბრძოლაში აჩვენა რომ ბევრად სჯობნიდა გამროტოს, რომელიც მოდი ვთქვათ რომ საუკეთესო მოჭიდავად ითვლებოდა. მოდი ვთქვათ რომ ჩარლზის წნეხი და სტრაიკინგი ბევრს დღემდე არაფრად არ მიაჩნია. მართალია, ილია თოფურია განსაკუთრებული სტრაიკერია და კონტრშეტევაზე უბრალოდ მოგკლავს თუ მის წინ უაზროდ წახვალ, რაც ჩარლზის სტილია. მაგრამ მაქსი ილია არ არის. ჰოლოვეი არ არის ეგეთი ბასრი კონტრშეტევებზე, როგორც მაგალითად არ ვიცი, ილია ან ისლამი. მაქსის მოტო და მაქსის სტილი არის ძალიან მარტივი. შენ მე დამარტყავ, მაგრამ მე უფრო სწრაფად და ბევრჯერ დაგარტყავ. აი ეგ მიდგომა, რამდენად იმუშავებს ბრაზილიელის წინააღმდეგ რომ გაიმარჯვოს, ეგ სხვა საქმეა. ჩვენი ჰავაილი ძმა მსუბუქ წონაში ბევრად კარგია. ნახეთ როგორ აგდებდა პორიეს, როგორ აგდებდა გეიჯის. ჩარლზს კი კარგი აღდგენის უნარი აქვს. მაქსის სისწრაფე მსუბუქ წონაში ძალიან კარგია. ეს ძალაზეც კარგად აისახება და ვფიქრობ, ეს სწორედ სისწრაფის დამსახურებაა. მეტოქეებს უჭირთ დარტყმების საკითხვა. მაგალითად ნახეთ ჰოლოვეიმ როგორ დააგდო ადრევე დასტინი, რადგან პორიემ დარტყმა ვერ დაინახა. მაინც შეგახსენებთ რომ ეს იქნება 5 რაუნდიანი ბრძოლა. და ახლა მოგახსენებთ ჩემს პროგნოზზე, რომელიც თან ცოტა კომპლექსურია და თან ძალიან მარტივი. მე ვფიქრობ, რომ თუ ჩარლზ ჰოლოვეი ადრე ვერ გათიშავს, ბრაზილიელის შანსები მით მეტად გაიზრდება. ძიმე დარტყმები აქვს, ლოუ-კიკები, ჰუკები, როგორც კი უპასუხებ, მაშინვე კლინჩში გადადის. მაქს ძალიან დიდი ხანი არ ყოლია ესეთი შემტევი გრეპლერი მოწინააღმდეგეთ. კი, ბრაიან ორტეგა კარგია, მაგრამ სად ორტეგა და სად ოლივეირა. ცხადია იცით, მაგრამ თუ ვინმე მიყურებს ისეთი, ვინც არ იცის, გეტყვით რომ ჩარლზ ოლივეირას ყველაზე მეტი საბმიშენი აქვს ორგანიზაციაში. ჩემთვის ასეა, რომ ის მაქსისთვის ყველაზე რთული მეტოქე იქნება და მაქსი ჩარლზისთვის არა. ოლივეირა ყველასთან ყოფილა ოქტაგონში. სტილისტურად ეს ჰავაილისთვის კოშმარია. ნახეთ როგორ აკონტროლებდა ჩარლზი გამროტს და ამას გამროტს ვერავინ ვერ უკეთებს. და ხო, რახან ეს ვახსენე, ბარემ ამ ჩხუბზეც ვიტყვი 1-2 სიტყვას. გულახდილად რომ თქვა, ჩხუბის მერე მაშინ ცოტა გაოცებული ვიყავი, რადგან არ ველოდი თუ ესეთ პერფორმანსს დადებდა. შესაძლოა უშუალოდ ბრძოლის დასაწყისი მეტანაკლებად რთული ყოფილიყო, რადგან გამროტის კრემბლში მშვენიერია, მართლა. მაგრამ დროთა განმავლობაში თუ ცოტა მოაჩათლახე, მერე შეიძლება რომ შენ კალაპოტში მოაქციო. ვინ როგორ ფიქრობდა, მაგრამ ბოლოს მოხდა ისე, რომ ბრძოლის დაწყების წამიდან ბრაზილიელმა მატეუშ გამროტი უბრალოდ დაჩაგრა. ბრძოლამდე ვინმეს რომ ეთქვა
ოლივეირა ზურგზე დაწვებოდა, ომოპლატას გამოიყენებდა გამროტის ამოსატრიალებლად და პირველ რაუნდში ზემოდან მოიქცეოდაო, ნუ ვერ ვიტყვი რომ გამიკვირდებოდა. არა, კაი, გამიკვირდებოდა. ომოპლატას MMA-ში ისედაც ძალიან იშვიათად ვხედავთ. 1-2 კვირის წინ სხვათა შორის გადავხედე ოლივეირას ბრძოლებს და შევამჩნიე, რომ იგივე დასტინ პორიესთანაც აქვს გაკეთებული. თითქმის იგივე. მაშინ გამროტმა სცადა პოზიციის იდეალურად დაცვა, მაგრამ როგორც კი გადააბიჯა, ჩარლზმა ფეხი აწია და იდეალური ამოსატრიალებელი პოზიცია შექმნა. ბრძოლის დაწყებისთანავე ოლივეირას სტრაიკინგი იდეალური იყო. მაშინვე გამოვიდა ბასრი ხელის და ფეხის დარტყმებით, რომლებმაც გამროტი ცოტა შეფერთხა. რაც შეეხება დაცვას, ვერ ვიტყვი რომ მაინც და მაინც კარგი იყო, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, რადგან მატეუში უკვე მორალურად გამყდარი იყო. ხო, ისე ეგ მაგარი MMA-ის სამკუთხედი გვაქვს. გამროტმა მოუგო არმანს, არმანმა მოუგო ოლივეირას და ოლივეირა მოუგო გამროტს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ესეთი სტატისტიკები წინასწარ პროგნოზებში დიდად არ გვეხმარება, რადგან აქ ესე მარტივად MMA-ში მათემატიკა არ მუშაობს. მაქსის ჭიდაობა სრული მოსამზადებელი ბანაკის პერიოდშიც კი ახლოსაც ვერ მივა გამროტის შესაძლებლობასთან. ბოლო დროს მაქსი ძირითადად სტრაიკერებს ხვდებოდა, ჩარლზი კი სტილისტურად ყველანაირ მებრძოლს. გარდა ამისა, ოლივეირა მართლა დიდია, ნამდვილი მსუბუქწონოსანია და როგორც მახსოვს რაღაც მომენტში ველტერვეიტში ასვლაზეც ფიქრობდა. ზოგადად მაქს ჰოლოვეი ყველაზე არაკომფორტულად მაშინ არის, როცა უკან ახევინებენ და ოლივეირა კიდე ძალიან შემტევი და სულ წინი მსვლელი მებრძოლია. ჩარლზი არ უფრთხის მეტოქის ძალას და ეგ მაქსისთვის პრობლემა იქნება, მაგრამ ამავდროულად ეგ შეიძლება თვითონ ოლივეირას პრობლემაც გახდეს. აი, მაგასათო ვფიქრობ, ცოტა ხანში გეტყვით. აქვე ბარემ კიდევ ერთი დაკვირვება. მაქსი, როცა პორიე შეხვდა, ბრძოლის დროს თითქოს დაიღალა. ქვემსუბუქში ის თავისი გამძლეობით იყო ცნობილი, მაგრამ დიდ წონაში მძიმე დარტყმები და ჭიდაობა ენერგიას გართმევს. ჩარლზთან გრეპლინგი და კლინჩი დამქანცველია. მუხლები მუცელში ენერგიას მაგრად გაცლის. მაქსისთვის მოგების გზას ბუნდო უნდა ვხედავ. ჩარლზისთვის კი ბევრი გზა არსებობს. ჰავაილმა თუ გაიმარჯვა, მისი მოგების ვარიანტები რაღაც ასე წარმომიდგენია. პირველი, რაც არანაირად არ შეურაცხმყოფელი, ეს არის ლაკი პანჩი. აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ოლივეირას აი ამ რაღაცა ცუდი დაცვის გამო, რომელიც მას აქვს, ხო არის დაგეგმილი ლაკი პანჩები. აი შეიძლება ეგ გაუტაროს. თუმცა ეგეც ცოტა ნაკლებად წარმომიდგენია. და მეორე ვარიანტი, რომელსაც რაღაც მხრივ არ გამოურიცხავ. რამდენიმე დღის წინ შემხვდა ვიდეო, როგორ ვარჯიშობს ბრაზილიელი სტენდენბენკისთვის. აი თუ უბრალოდ ტაქტიკურად სისულელი არ გააკეთა და ეს უბრალოდ თავის დაზღვევის მიზნით ერთ-ერთი მოსალოდნელი სცენარისტვის ვარჯიშია, როგორც ისედაც უნდა აკეთებდეს მებრძოლი. კი ბატონო, მაგრამ თუ ჩარლზ ოლივეირა გადაწყვეტს ცოტა ხნით მაინც, ძალიან ცოტა ხნით მაინც რომ ჰოლოვეის თამაში აღვეს, თავის ბინძურ თამაში, დიდი ჭახანის ხმას გაიგებთ, დამერწმუნეთ. ისე სასაცილო არის, რომ მაინც ორივეს უფრო შეიძლებოდა რომ კამარზე პრეტენზია ჰქონოდა, ვიდრე იმ ტიპებს, ვინც ახლა იწევენ. და ისიც ირონიულია, რომ თოფურიას ერთის და მეორეც დანოკაუტებული ყავს. მე ასე ვფიქრობ, რომ არმან ცარუკიანის გარდა ამ წონაში თუ ვინმე რამე საფრთხეს წარმოადგენს ქართველისთვის, ეს ორი ტიპია. იმედია კარგი და კონკურენტული ბრძოლა იქნება, მაგრამ მგონია რომ მაქსი სადღაც გაიკოჭება. კარგია ის რომ ჰოლოვეი დათანხმდა ამ ბრძოლას, რადგან სიმართლე გითხრათ ცოტა მეშინოდა რომ ოლივეირა კარიერას დაამთავრებდა. თუმცა მაგის საშიშროება ეხლაც არის, თუ ეს შეხვედრა წააგო. დამატებით კიდე რისი თქმა შეიძლება. მაქსი ძალიან ტექნიკური არის, როგორც ვქვი და სისწრაფის უპირატესობა იქნება. თან ჩარლზის დაცვა დგომში არ არის თვალად საუკეთესო. ამასთანავე ჰოლოვეი ფეხზე წამოდგომაში მართლა კარგია, უცებ კრიზისულ მომენტებში. თუ გინდათ ნახოთ ვიღაცა ძლიერად როგორ იჭიდაოება, მაშინ კაი ხნის წინანდელ ბრძოლებს უნდა ჩაუვждეთ და ეგეთი არის მაგალითად ჰოლოვეი ვოლკანოვსკი 2, სადაც ვოლკმა რამდენჯერმე სადა ტეიქდაუნი გამოუვიდა კიდეც, მაგრამ ჰოლოვეი მალევე ადგა. ჩარლზ ოლივეირა იცდება, რომ მას უკან დაახევინოს ინადიროს ტეიქდაუნებზე და რთულია დარწმუნებით იმის თქმა, თუ ეს როგორ მოხდება. ბევრად უფრო ტექნიკური გრეპლერია და მასთან შედარებით ზოგადად გრეპლერია და მის მეტოქეს დარწმუნებული ვარ საერთოდ არ მოუნდება, რომ ეს ბრძოლა მიწაზე წავიდეს. თუ ბრაზილიელი მოახერხებს, რომ მაქს ჰოლოვეი ისეთ ღია სივრცეში წააქციოს, სადაც მისი მეტოქე გალიას ვერ გამოიყენებს წამოსადგომად, ძალიან დიდი პრობლემები შეექმნება მაქს და იქ უკვე სივრცეები გაიხსნება, მაგალითად ზურგის ასაღებად. და თუ ბრძოლა ამ ეტაპამდე მივიდა, არ ვიცი, შეგეძლიათ წამოწვეთ და უყუროთ როგორ მოახრჩობენ მაქს ჰოლოვეის. თან ძალიან მარტივად. სხვათა შორის ილიასთან, ეხლა ეს ერთი შეხედვით ცოტა სისულელია ამის რო გესმით, მაგრამ
ცუდი გეგმით არ გამოსულა. ყოველ შემთხვევაში იქამდე სანამ მისი ტვინი იფიქრებდა, რომ მოდი ცოტა ხანი დგომში დაუდგებიო. დიდად მისი უსაფრთხოების სკილებზე ფსონის დადება ნახდად არ მინდა, რადგან ვიცი რომ შეიძლება ერთ მომენტში უბრალოდ გაუბეროს, მაგრამ თუ რამე მას უპირატესობას მისცემს მისი ფიზიკური ძალა და აი ეს ჯანია. ამჟამად მოდი უბრალოდ მადლიერები ვიყოთ, რომ ასეთ ერაში ვცხოვრობთ და ამ მებრძოლებს ვხედავთ. უკეთეს ბრძოლებს ბევრს ვერაფერს ვერ ისურვებდი. და გამოროტოს რომ ჩარლზისთვის მოეგო ოქტომბერში, ხო? მე მაგალითად ძალიან გული დამწყდებოდა, იმიტომ რომ ყველანაირად წასული იყო ბრაზილიელის საქმე და სავარაუდოდ და გეითქიფერადაც ვეღარ დადგებოდა. და დიდი შანსი იყო რომ კარიერა დაისრულებინა. და მე როგორც მისი სუბიექტურად რიგითი გულშემატკივარი ძალიან არ ამინდოდა, ეგ მომხდარიყო. ამასობაში კი გავედი ბოლოსკენ და მოდი შევაჯამოთ. ამ შეხვედრაში თუ რაიმე ელემენტი არის ჩემთვის კონკრეტულად საინტერესო, ეს არის როგორ დაიცავს მაქს ჰოლოვეი ოლივეირას ტეიქდაუნებისგან თავს. რადგან ყველამ ვიცით რომ ბრაზილიელს ამ ბრძოლის პარტერში გადაყვანა მოუნდება, რადგან დგომში ჰოლოვეი ტექნიკურად ძალიან ძლიერი არის. სტატისტიკურად წუთში ტიპს საშუალოდ 7.5 დარტყმა აქვს და სხვათა შორის ასევე სტატისტიკურად მაქს ჰოლოვეის ტეიქდაუნების დაცვის მაჩვენებელი 83%-ია დღემდე ყოველ შემთხვევაში. და აი ეს მაჩვენებელი ამ ბრძოლაში სერიოზულად გაიტესტება. და ბარემ აქვე გეტყვით იმას, რომ თუ არ ვწდები, თავს ნაღდად ვერ დავდებ, მაგრამ 90% დარწმუნებული ვარ და ესე მახსოვს, რომ მაქს ჰოლოვეი კარიერაში ერთადერთხელ ყავთ მახრჩობელა მტკივნეულით დამარცხებული. ჩემი ეს ვიდეოების სერია, სადაც ვლაპარაკობ, რატომ მოუგებს ერთი მებრძოლი მეორე მებრძოლს, საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ ეს აუცილებლად მოხდება და თუ მეორე მებრძოლმა მოიგო, ვინმე არ შემოხვიდეთ ამ ვიდეოს კომენტარებში და აგეო არ დაიწყოთ, იმიტომ რომ უკვე ყოფილა ესეთი შემთხვევები. მე უბრალოდ ვსაუბრობ იმაზე, როგორ მგონია რომ მოვლენები განვითარდება და ვაფშე არ გამიკვირდება პირველივე რაუნდში რომ ჰოლოვეი გამოვიდეს და სპინინგ ელბოუთი იქვე მიაძინოს ბრაზილიელი. ვაფშე არ გამიკვირდება. უბრალოდ ახლა აი ესე შორიდა რაც მგონია, იმას ვლაპარაკობ. დანარჩენი რა და როგორ მოხდება, კაცმა არ იცი. მოკლედ, ეს იქნება ფანების ფავორიტი ბრძოლა. გამორიცხულია რომ მოსაწყენი გამოდგეს, აი ამ ორის ბრძოლა გამორიცხულია რომ მოსაბეზრებელი იყოს. და ვინც ამ ჯგუფში მოიგებს, მე მგონია რომ ნუ ახლავე არა, მაგრამ აი არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში საჩემპიონო რბოლაში ჩაებმევა თან აუცილებლად. დღეისთვის სულ ეს იყო, თუ მოგწონთ ჩემი არხი და ჩემი კონტენტი, თხოვნა იქნება რომ გამოიწეროთ არხი. ბარემ მიალაიქოთ ეს ვიდეო, მე კი ველოდები კომენტარებში თქვენ მოსაზრებებს ამ ბრძოლასთან დაკავშირებით, ვიზე ფიქრობთ რომ გაიმარჯვებს და რატომ ფიქრობთ რომ გაიმარჯვებს. მოკლედ დღეისთვის სულ ეს იყო, აბა ჰე და აბა ჰო.